ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტია დღეს შეფასების ერთ-ერთი მთავარი საგანი, რა კუთხითაც არაერთი კითხვა გაჩნდა და ამ კითხვებს დღეს ჩვენ დავსვათ, თუმცა მინდა დავიწყოთ სურათის აღწერით, იმ სურათის აღწერით, რომელიც გუშინ ყველამ ერთად ნახეთ, გულისხმობ აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან, მიხეილ ყაველაშვილისა და ირაკლი კობახიძესთან აუდიენციის შემდეგ ილჰამ ალიევს, როგორც ცნობილია, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა უმასპინძლა საკუთარ ბიზნეს ცენტრში და როგორც პოლიტიკოსებისგან ვისმენთ, იქ გამოჩნდა ვინ არის ქვეყანაში მთავარი. აი გავრცელებულ ვიდეო კადრებსა და ფოტოებზე როგორია, აი ფოტოების თქვენეული აღწერა როგორია, რას აჩვენებს სურათი, როცა პირველ პლანზე ასე ვთქვათ არის ბიძინა ივანიშვილი, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ხოლო მის ზურგს უკან დაიარება. რაც ნახეთ ეს სიახლე არ არის ამ ქვეყანაში, ხო, ეხლა არც არავის არ ქონია არასოდეს ამ ქვეყანაში განცდა, მაგრამ რომ კობახიძე არის ინსტიტუციური ხოსრად ის არის ლიდერი და ის არის გადაწყვეტილების მიღები ამ ქვეყანაში, ხო? გუშინ უბრალოდ ნახეთ ის, რაც ისეაც ვიცოდით. სიახლე ამაში რა არის ახალი, რა შეიძლება გავკვირვებოდა. უბრალოდ ფარდა ეხადა იმ მანკიერ რეალობას, რაშიც ცხოვრობს ქვეყანა, ხო? ერთის მხრივ რაც შეეხება კობახიძეს, ეხლა კობახიძე მე ყოველთვის ამბობდი, რომ ტრაგიკული პერსონაჟია პირდაპირ გეტყვით, ეხლა სხვა ეპითეტს უბრალოდ მას ვერ მიუსადაგებ, თავისი კომპლექსები დატვირთული და ამ შემდეგ ხო რაღაც ტრავმირებული რაღაც პერიოდის განმავლობაში როგორც ჩანს ხო ესე ჩდაბეჭდილებას ტოვებს, ბიძინას ახასიათებს რომ საბელს დაუგრძელებს ხოლმე ხო ამ ტიპის პერსონაჟებს, ილუზია შეუქმნის რომ ისინი რაღაცას წარმოადგენენ და იყო ეს პერიოდი ჩვენ ამაზე გვისაუბრია ალბათ ხო რომ კობახიძეს გაუჩნდა რაღაცა ილუზია რომ ის მართლა რამეს წარმოადგენდა მე მაშინ ვამბობდი რომ ბიზნეს ჯერ თავის სულ არ გაუკეთებია მიუშვა ეს ბავშვები ამან ირწმუნა რომ მართლა პრემიერ-მინისტრია და პირველივე მოსახვევში ესე რომ ვთქვათ ისე დასვა თავის ადგილზე ხო ირაკლი კობახიძის რა განწყობა დაინახეთ გუშინ მის სახელზე იმ კადრებიდან რომელიც ნახეთ ბევრი ფიქრობს რომ ირაკლი კობახიძე არ უნდა ყოფილიყო მაინდა-მაინც ეს არის პერსონაჟი რომელიც უყურებს საკუთარ მშობელს ბიძინას სახით ხო პოლიტიკური მშობელი მაქვს ხედულობაში და რომელსაც ეჯავრება თავისი პოლიტიკური მამა, ხო, ამასთანავე ეს სურათებში, სხვა შორის კადრებში ეს ემოციაც ჩანდა ერთ-ერთ კადრში, მე რაც ვნახე, ხო? ეხლა ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეხლა რამდენ შვილს ეჯავრება თავისი მამა, ხო, მის ჭრილში ყოფნა და მიზეზი რა არის ამ ესე რომ ვთქვათ, მამის იძულვილის არის, რომ მამის ჭრილშია და ამ ჭრილიდან ვერ გამოდის საკუთარ ესე რომ ვთქვათ, ნებას, ხო? ნებას ვერ გამოხატავს და ამით სიძულვილი იზრდება. ხო, საერთოდ ბიძინას ურჩევდი რომ ფრთხილად იყოს რამე აფექტის მდგომარეობაში კობახიძე რამე ხელი არ წაუწდეს რამეზე, იმიტომ რომ ესეთ პერსონაჟების კობახიძე საშიშია თუ აშკარად ადამიანი არასტაბილურია და ხა ეს სიძულვილი უკვე იმდენად აშკარაა, ხო? აშკარაა და მოტივირებულია რაც თავია. მიზეზი აქვს ამ სიძულვილს. ხო, ხა როგორია პრემიერ-მინისტრი გერქვას და იცოდე რომ თან არაობა ხარ. ხა თან მით უმეტეს გუშინდელი კამპანია და დღესაც მიმდინარე კამპანია, სადაც ეს სურათი ძალიან სააშკარაოზე გამოვიდა, ეს მის ზიზღს ბიძინას მიმართ კიდე გაათკეცებდა. ერთის მხრივ ზიზღი, მეორეს მხრივ უსუსურობა, ხო, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამ ყველაფრის შეცვლა, ხო? და ასე შემდეგ და ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ამან შეიძლება მისი ფსიქოლოგიური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს საბოლოო ჯამში. ბატონია, აი მეორე მხრივ როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გუშინ ანახ სურათზე და იმაზე ვინ იყო პირველ პლანზე და ვინ ივანიშვილის ჭრდილს მიღმა. აქ შეიძლება ბევრმა გაუსვას ხაზი იმას, რომ მასპინძელი იყო ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად ლოგიკურად ჩათვალოს, რომ აი სწორედ ის მიუძღვებოდა სტუმარს. რამდენად ლოგიკურია კითხვა, რომ მის ბიზნეს ცენტრში სხვა რატომ უნდა ყოფილიყო მასპინძლის და მთავარი პირის არა სხვაზე არ არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ესეთი არაფორმალური შეხვედრები შეიძლება შედგეს, მაგრამ რა შუაში მთავრობის წევრები
მთავრობის წევრები ჩამწკრივებული, ხელის ჩამორთმევი, რაღაც ოფიციალური პროტოკოლური სახე მიეცა ამას. ხო ეს ხო არ იყო, ეხა ვახშამზე შეიძლება ჩვეულებრივ მეგობართანაც მისულიყო, ხო ვიღაცასთან მეგობრობს ალევი და იმასთანაც მისულიყო სახში, აქ რა პრობლემა იყო. მაგრამ აქ ზუსტად პროტოკოლურად ჩანდა, თვითონ პროტოკოლურად ჩანდა ვინ იყო პატრონი, ესე რომ ვთქვათ, ქვეყანაში, ხო? და როგორ მიყვებოდა უკან კობახიძე. კობახი კი ბატონო შეეძლო მას ეჩვენებინა, მაგრამ კობახიძე უკან რატომ მიბლაყუნებდა? ყოფილიყო თავისთვის, ხო? უკან რატომ ეყვებოდა? როგორც პერსონალი, ხო? ეხა ეს იმდენად აშკარა სურათებია, გასაგებია რაღაცას იტყვია, რა აზრი აქვს? ეს სურათი ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხო რაღაც ამერიკა არ აღმოგიჩენია ეხა, ხო? ის რომ კობახიძე არ არის რეალურად ის ლიდერი ამ ქვეყანაში, რომ ის არიგებს გადაწყვეტილებებს, ეს რამე სიახლეა, არ არის არაფერი ამაში, ჩვეულებრივი ამბავია. სხვა საკითხია, რომ ეს ქვეყნის პრობლემაა, ქვეყნის პრობლემა არა მარტო იმიტომ, რომ რაღაც ქვეყანამ გადაუხვია დემოკრატიულ გზას და ავტორიტარული მმართველობის გზას დაადგა, ხო, ეს პრობლემა დღეს სამყაროში ბევრ ქვეყანაში დგას. იგივე აზერბაიჯანის პრობლემატური ამხრივ საკმაოდ და ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ ავტოკრატიები და დიქტატურები ვიცით ჩვენ დღევანდელ სამყაროში, მაგრამ განსხვავება ჩვენ მოდელსა და იმ მოდელებს შორის ის გახლავთ, რომ იქ აი ეს ლიდერები ინსტიტუციონალიზებულები არიან, ხო? ანუ დიქტატორი იქნება თუ ავტორიტარი, ის ინსტიტუციურადაც ქვეყნის ხელმძღვანელი, ან პრეზიდენტია, ან პრემიერ-მინისტრია, ან რაღაცაა, ხო? და შესაბამისად ის იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელიც ის არის ინსტიტუციურად პასუხს აგებს. და ჩვენთან ბიძინამ შექმნა მოდელი, სადაც ესე რომ ვთქვათ, ის იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ პასუხისმგებელი თვითონ არ არის. აი როგორი რაღაცა აქვს, იცით გაკეთებული, საქართველოსგან შექმნა ერთგვარი ოფშორული კომპანია, ნომინალურ ესე რომ ვთქვათ, იმაზე, რა ქვია, პირზე გააფორმა ეს თავისი ოფშორული კომპანია. თვითონ მართავს ამას ყველაფერს, ეგრეთზე დიჯიპასი, რასაც ქვია, ანუ ანგარიშების მართვის ჯიბეში უდევს ყველაფერს თვითონ აკეთებს, მაგრამ რო ჩაიხედო საბუთებში წერია, რომ მართველი ეს რა ქვია, პატრონი ამ ოფშორული კომპანიის არის ვიღაცა, ხო? ვის თვალით არავის არ უნახავდა. აი ეს ვიღაცა არის კობახიძე, ანუ საქართველოს დღეს არის პოლიტიკური ოფშორი, რომელსაც ყავს ნომინალური დამფუძნებელი და რეალურად დიჯიტალში ამ ქვეყნის მართვის უდევს შუშის სასახლეში მჯდომ ადამიანს. კობახიძეს რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ლევან მაჭავარიანის შეფასება გამახსენდა მისი მისამართით ამას წინ თქვა რამდენიმე დღის წინ ლევან მაჭავარიანმა, რომ ირაკლი კობახიძე არის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. ხა თქვენ ირაკლი კობახიძის შესახებ თქვენი პოზიცია უკვე დააფიქსირეთ, ამიტომ მოდით ამ კითხვასაც დაგისვათ. აი ვინ იყო და ვინ არის ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრებს შორის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი და რატომ რა ნიშნით გამოარჩევთ? ნუ რა არის ეცეთ თუ ჩვენ ეხა რეალური პრემიერ-მინისტრი არც ერთი არ ყოფილა დავიწყოთ აქედან, ხო? ყველას ჰქონდა ყველას თავისი სპეციფიური ნაკლოვანება ჰქონდა ამ ქვეყანას, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა პრაქტიკულად ყოველთვის მართავდა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ უბრალოდ უნდა ვილაპარაკოთ ვის მოქმედების მეტი დიაპაზონი ჰქონდა, ხო? მე ვფიქრობ გახარიას ჰქონდა ყველა ეს დიდი დიაპაზონი მოქმედების და ძვირიც დაუჯდა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. კობახიძე ეს მთლიანად იმიტაციებია გარკვეულ პერიოდში, აი დაახლოებით 3-4 თვის წინ მე ამაზე ხშირად საუბრობდი და ამის გამო ბევრი მაკრიტიკებდა, რატო ვლაპარაკობდი ამაზე, ხა ეს კიდე ცალკე თემაა, რომ კობახიძეს და კალაძესაც სხვა შორის გაუჩნდათ ილუზია, რომ ბიძინა საერთოდ გაწეულია და მათ შეუძლიათ რაც უნდათ ისაკეთონ ამ ქვეყანაში. ანუ ბიძინამ შეუქმნა მათ აი ამ დამოუკიდებლობის ილუზია და აი ეს ამ ტანდემმა გააბეს თავის კავშირები, შავ სამყაროსთან კავშირები გააბეს იქით აქეთ, ხო უკვე წამოვიდა გზავნილები, რომ აი ბიძინას გარეშე თუ შეგიძლიათ მართვა და მე არ ვიცი ხა რომელმა რა უპასუხა, ხო? კალაძეს ჭკუა არ ეყოფოდა რომ ეთქვა რომ არაო, მაგრამ კობახიძე შეიძლება იყო ჭკუა და თქვა რომ მე ამისთვის ჯერ მზად არა ვარ, ან რაღაცა არ ვიცი ხა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ილუზია იქმნებოდა და ბიძინა ტესტავდა სიტუაციას, უყურებდა. მე მაშინ ვამბობდი რომ ბიძინას ჯერ აი ამ ყველაფერზე კონტრსულა არ გაუკეთებია
და აი ეს გუშინდელი სურათები ჩვენ რაც ვნახეთ, თქვენ გონიათ შემთხვევითი სურათებია ესა? ეს ბიზნეს ნება იყო, რომ ესეთი სურათი ეჩვენებინა. რატომ? აი რა საჩვენებს ამ სურათის ჩვენებით სისტემაში აი ეს უფრო სისტემის დასანახებლად ჩვენთვის კი არა, ხო? ჩვენ ახლა რას ვილაპარაკობთ? ჩვენ ისე სულ იმას ვლაპარაკობთ, რომ ბიზნესია ძლივარი მართველი, ახლა რა შეიცვალა ჩვენს რეალურად, ხო არაფერი არ შეცვლა. და ჩვენ ვინმე ჩვენგანი ფიქრობდა, რომ ყობახიძე იღებდა გადაწყვეტილებას გუშინდლამდე, არ ფიქრობდა, ხო? უბრალოდ ანუ სისტემა დარწმუნდეს, რომ არაფერი შეცვლა და ისე ბიძინა ივანიშვილი არის ის არის ერთადერთი და განუმეორებელი, ესე რომ ვთქვათ, და სწორება უნდა იყოს მასზე. ანუ ეს მითოლოგია მისი უძლეველობის ისევ რომ გაიმყაროს. მეტი არაფერი არ